ჩვენთან არის მერჩი. გილოცავთ ხარების დღესასწაულს, ამ დღეს გვეხარა ადამიანებს ანგელოზის მიერ, რომ ჩვენი მხსნელი მოევლინა დედამიწას. და სწორედ ეს ხარება დღე იყო, როდესაც ჩვენ იესო ქრისტეს მოლოდინი უკვე ძალიან დიდ სიახლოვეში მოვიდა ჩვენამდე, იმიტომ რომ უკვე ამ დღეს ჩაისახა სულიწმინდით უფალი იესო ქრისტე თიშობელ მარიამში და ჩვენ უკვე არა რაღაცა ეს აღთქმული რაღაც ისეთი სიტყვა ქონდა, ასე ვთქვათ, რომ მოველოდით ვთქვათ მესიას და მოველოდით ხსნელს, არამედ უკვე ამ დღეს მოხდა ხარება კაცობრიობისა, რომ ხსნელი ჩვენთან არის და მას შემდეგ უკვე ჩვენ უფლის იესო ქრისტეს ხორციელი შობა ვიცით და შემდეგ უკვე მისი მოღვაწეობა კაცობრიობის ხსნისათვის და სწორედ ცოტა ხანში ჩვენ ველოდებით ადგომას უფლისას, როდესაც ეს მისია, რომელიც აი დღეს ჩასახულმა პატარა ყრმა იესომ, ესე იგი ეს მისია, რომელიც ჩვენთვის ესე იგი გაიღო, რომელიცაც მან ჩვენ ესე იგი ადამიანებისთვის რაღაც ისეთი ზეციური სინათლე ნათელი შემოიტანა, სწორედ დღევანდელი დღე არის და სულიწმინდის მადლი ამის შემდეგ ჩვენ უკვე უფალი იესო ქრისტეს სიტყვებში, უფალი იესო ქრისტეს ქადაგებებში და შემდეგ მის მიერ შექმნილ ეკლესიაში მოყვება და ფაქტობრივად აღდგომილი მკვდრეთით ქრისტე არის ჩვენი მხსნელი და ვისით ჩვენ გვჯერა ყველაზე მეტად, ვისით გვწამს ყველაზე მეტად და ვის გამოც ჩვენ შეიძლება სიცოცხლეს გავჭიროთ, იმიტომ რომ ეს არის ის ერთადერთი, ვის გამოც ღირს სიცოცხლის დათმობა, ამ ქვეყნიური სიცოცხლის და უამრავი მოწამეები ვიცით, რომლებმაც ეს თავი დადეს ქრისტესთვის. ამიტომ ეს დღე არის ხარების დღე, გვიხარია ჩვენ უფლის ესე იგი მოვლინება ამ ქვეყნად და ეს მოვლინების პირველი ნიშანი არის სულიწმინდის მადლით ჩასახული უფალი ღვთისმშობელ მარიამში და ჩვენ დღეიდან უკვე აი ხარების დღის შემდეგ უკვე ვიცოდით, რომ უფალი ჩვენთან არის და დღესაც ვიცით, რომ უფალი ჩვენთან რომ მოვიდა, უკვე თავისი მთლიანად გამჟღავნა თავისი მსახურება მიწიერი, რაც უნდა გაეკეთებინა და უკვე ჩვენ ცოტა ხანში აღდგომის დღესასწაული გვექნება და აი ჯერ ნებიშვიდეური და შემდეგ აღდგომის დღესასწაული და დავინახავთ თუ რამხელა დიდი მადლი მოგვანჭა ჩვენ უფალმა თავისი მოვლენებით და ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ დღეს რომ ხარება დღე არის, აი ხსნის ხარება, ანუ ადამიანის გადარჩენის სიხარულია და ეს ადამიანის გადარჩენის სიხარული, რომელიც არ არის სიკვდილის მონა, არამედ არის ღვთის მონა. და ღვთის მონა რო არის ნათელშია და ნათელში არის მისი სული და თავისთავად როცა ღვთის მონა ხარ, ანუ თავისუფლების უმაღლესი ხარისხი გაქვს, იმიტომ რომ უფალს როცა მონობ, უფალს როცა ეთაყვანები, უფლის წინაშე როცა მუხს იდრეგ და მის წინაშე თავს იხრი, ეს არ არის მონობა, აი როგორიც არის ადამიანებს შორის, ეს არის ღვთის მონობა, რომელიც შენ თავისუფლებად ანუ თავისუფალ ადამიანად გაქცევს და თუ შენ ისწავლი ღვთის წინაშე სიმდაბლე ცხოვრებას, მე უფალი აღარ ითხოვს შენგან, რომ აი ისე იყო ყოველთვის მუხლებზე იდგე, არამედ თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, უფალი ამბობს, ვინც უფალს ერთგულად ემსახურება და მის გვერდით დგას და მე ამბობს, რომ მეო თქვენ არა როგორც მონებს გეუბნებით, არამედ როგორც მეგობრებსო და გიხსნითო იმ ჭეშმარიტებასო, რომელიც არის
ღვთაებრივი ჭეშმარიტებაა, ასე რომ ადამიანი, რომელიც ღვთის მონობას გაივლის, ანუ შიში ღვთისა იწყებს ადამიანში მოქმედებას, რა ეს მონობის სტადია ესე გაივლის და მერე ის ხდება მეგობარი ღვთისა, ანუ უკვე შიში ღვთისა სიყვარულში გადაიზრდება, შოთა რო ამბობდა შიში შეიქმს სიყვარულსა, ეს შიში ღვთისა შეიქმს სიყვარულს ღვთისას. და როდესაც ჩვენ ესე იგი აი ასე უფლის წინაშე თავ მოდრეკილნი დგავართ და მას მივყვებით, მერე უკვე სასუფეველში ჩვენ ყველანაირად გავთავისუფლდებით და უფალი ჩვენ გვღებულობს არა როგორც მონებს თავისას, არამედ სასუფეველში ის გვამკვიდრებს, როგორც ესე იგი თავის უფლის წულებს, თავის შვილებს და აი უფლის შვილები ჩვენ მკვიდრდებით სასუფეველში, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ ამის ღირსი ვიქნებით, აი ამ ჩვენი ერთგულებით ღვთისადმი და იმ სიმდაბლით და სიყვარულით, რომელიც უნდა გამოვიჩინოთ მიწიერ ცხოვრებაში და ამიტომ ეს ხარება დღე ჩვენთვის არის იმედი, რომ ჩვენ ცოტა ხანში უკვე ღვთისგან ეს ყველაფერი აღთქმული მისი, რაც წინასწარმეტყველებმა თქვეს, უკვე აგვიხდება, დაიბადება ქრისტე და მერე უკვე თავის ღვაწლს გაიღებს და ისევ წავა ზეცისკენ, მაგრამ აღდგომით. არა უბრალოდ ამ სიკვდილს დაამარცხებს და ისე წავა ზეცად. და ეს სიკვდილის დამარცხება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ადამიანს უნდა, რომ მას მიეცეს და ამიტომ ჩვენ გიხარია, რომ უფალი მოვიდა, ერთადერთი, ვინც დაამარცხებს სიკვდილს. სიკვდილი ყველას დაგვდევს და აი უფლისგან მოცემული ეს მადლი ამარცხებს სიკვდილს აღდგომის მადლით და მერე უკვე ჩვენ ყველანი უფლის წინაშე წარდგებით არა როგორც მკვდრები, არამედ როგორც ცოცხლები და გარდაცვალება სულაც არ არის სიკვდილი, გარდაცვალება არის ადამიანის ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში გადასვლა, გარდაცვალება, ანუ შევიცვლებით და უკვე როგორც ქრისტე არის ჩვენთვის მსნელი, აი ასეთივე ადამიანები ქრისტეს ნაირი ადამიანები ქრისტეს აი ასეთი ხატება და მსგავსება იქნება, ვინც ესე იგი სასუფეველში დაიმკვიდრება და ხატება ყველანი ვართ დღეს, უბრალოდ მსგავსებისთვის საჭიროა სიწმინდე და სიწმინდე რომ მივიღოთ ამისთვის არის საჭირო რომ უფალს გავყვეთ და უფლის გზით ვიაროთ და მაშინ ის სიწმინდეც მოგვეცემა რომელიც სასუფეველში დაგვამკვიდრებს. ასე რომ ღმერთმა ძალა მოგცეთ, სიხარული მოგცეთ, მშვიდობა მოგცეთ, დავლოცავ სოფელ ნახარებაოს და ხარების სახელით არის ეს სოფელი ცნობილი. აქ ხარებას აღნიშნავს ყოველთვის მამა გიორგის, რომელიც თქვენი ესე იგი მოძღვარი არის და ასევე ჩვენ ახლა მე ვცდილობ მაქსიმალურად რომ წმინდა ანტონ ჭყონდიდელის საფლავი დასრულდეს, იმედია რომ ახლა არაფერი შეგვაფერხებს და ესე იგი ანტონ ჭყონდიდელის სენებას უკვე ეს ყველაფერი დასრულებული იქნება. მე ძალიან მინდა, მე რაც შემიძლია მე ამაში ყველაფერს გავიღებ და დანარჩენი უკვე უბრალოდ არავინ არ უნდა დაიზაროს და არავინ არ უნდა ესე მოიცეს, რომ თქვა არ არის არანაირი დაბრკოლება ჩემი მხრიდან, მაქსიმალურად შევეცადოთ და უნდა გაკეთდეს ეს, რომ დასრულდეს ანტონ ჭყონდიდელის სენების დღისთვის ყველაფერი უკვე დასრულებული უნდა იყოს და ეხლა დღეს ჩვენ გავაღოთ ის კარები, ეხლა სამადლობელი ლოცვა ვთქვათ და შემდეგ პარაკლისი ჩავატაროთ საფლავთან და ესე ანტონ ჭყონდიდელი ვადიდოთ ამ ხარების დღეს. მერთვა დაგლოცო და გაგაძრეო ჩვენთანაც მე.